ყველა ნარკოტიკს აქვს თავისი, ასე ვთქვათ, ზედოზირება. აი, ბოდიში ჩაგეკითხებთ ახლა წეღან ჩავინიშნე ზუსტად. როცა ექიმა არ იცის, რა ნარკოტიკის ზედოზირება, არ თულებს მკურნალობას? რა თქმა უნდა, მაგრამ შეხედეთ არის სტანდარტული, ასე ვთქვათ, დახმარება და სტანდარტული დიაგნოსტიკური ნიშნები იმისა რა არის. ანუ ჩვენ ამ შემთხვევაში გვაქვს ორი, აი ხა რო გავყოთ, ეს არის ოპიატების ზედოზირება, რაც ყველაზე ხშირად არის. ეს არის, როცა ადამიანი არის უგონო მდგომარეობაში, არ აქვს სასუნთქი მოძრაობები, ანუ არ სუნთქავს, ან ზედაპირულია, უგონოთ არის, ვერ მოყვავს გონზე, ეს არის ოპიატებისთვის დამახასიათებელი, ასე ვთქვათ, როცა ძილშია, ხო? მეორე ზედოზირება, ეს არის, როცა ადამიანი პირიქით არის აჟიტირებული, აღზნებული, ფსიქოზი აქვს, ანუ დელირიუმის, ასე ვთქვათ, რაღაცა უაზრო აზრები და ისინი მოზდის, არ ჩერდება, გარბის, დარბის და ასე შემდეგ. ანუ ორი სხვადასხვა ამ წუთას გვაქვს ესეთი ისა. ამ შემთხვევაში უნდა გავაკეთოთ ის, რომ ვიტალური ფუნქციები, ანუ სუნთქვა, ეცადოთ, რომ აუცილებლად ისუნთქოს ამ ადამიანმა, ეს არის პირიდან პირში, ან პირიდან წყვილში სუნთქვა, გვერდზე უნდა დავაწვინოთ, რომ ღებინება არ კონდეს და სასუნთქი გზებში არ მოხდეს. ძალიან ხშირად არის, რომ აი ღებინების დროს ხდება სასუნთქი, ან თუ აქ პირში საჭმელი ან რაღაცა ამოვაცალოთ, ხო? რაღაცნაირად და არ შევქმნათ პანიკა. ეს არის ყველაზე ცუდი. აი საქართველოში გინახიათ, ვიღაც ცუდად გახდება, 700 კაცი ზემოდან ესება, ჰაერი მიეცით, წყალი დალე, ამ დროს აზრზე არ არიან რა უნდა ქნან და ის კაცი შეიძლება ისე დაიღუპოს 200 კაცში, რომ ვერავინ რეალური დახმარება არ გაუწევს და პირველ რიგში რაც უნდა გავაკეთოთ, დავრეკოთ სასწრაფოში. ეს არის მთავარი. და ნუ არის ესეთი პრეპარატი, ნარკანი ქვია ამ პრეპარატს, ეს არის ანტიდოტი ოპიატების, რომელსაც აი თქვენი კითხვა, როცა არ ვიცით რა არის, ანუ უცნობი ეტიოლოგიის არის, პირველ რიგში, როცა უგონო მდგომარეობაში, ეს არის ასე ვთქვათ, ოქროს ტესტი, რომ თუ ეს არის ოპიატი, ადამიანს როცა ნარკანს გაუკეთებთ, ან გავაკეთებთ, ან დავალევინებთ, ეხა ამერიკაში ინტრანაზალური, ანუ სპრეებიც არსებობს, რაც ჩვენ ქვეყანაში სამწუხაროდ არ არის და აუცილებელია რომ იყოს. უკეთებთ ამას, ან ვალევინებთ, ან თუ შპრიცი გვაქვს, შპრიცს უკეთებთ, ნუ მოკლედ ეს ნარკანი რაღაცნაირად უნდა მივაღებინოთ. და ეს არის, ასე ვთქვათ, ანტიდოტი ოპიატების. მეორე შემთხვევა, როცა არის ასე მდგომარეობაში, ანუ უნდა ვეცადოთ, რომ არ დავტოვოთ მარტო, ვეცადოთ მაქსიმალურად, რომ რამე არ დაუშაოს საკუთარ თავს, ანუ არ გადახტეს სადმე, მანქანის ქვეშ არ ჩავარდეს, მდინარეში არ ჩახტეს, ან ასე შემდეგ. მოვაცილოთ იმ სიტუაციას, სადაც არის, ვეცადოთ მაქსიმალურად, რომ იყოს